je fais cette petite vidéo pour essayer de vous remonter le moral. C'est quand même une dinguerie, tu vois. Mon chéri. Prends ensuite tous les cheveux qui restent sur le côté droit. La techno a une culture à part entière. On est attaché à la bagnole. On aime la bagnole. Et moi, je l'adore. Et tu voudrais qu'elle soit en haine ce soir. Ah, N'hésite pas à t'abonner pour plus de vidéos. Bisous mes petits loups. Bien joué. ეს კადრები საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გამოსახულებიანი ეგრეთ წოდებული დიპფეიკებია. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პრეზიდენტის გარეგნობის, ხმის და მიმიკის მიმბაძველი манипуლაციური ვიდეოები სოციალურ ქსელში მილიონობით ადამიანმა იხილა. ეს მონტაჟი კი თავად ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართულ ხელოვნური ინტელექტის გლობალური სამიტის დაწყებამდე თავად გაავრცელა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტით ბევრად მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი. მისი თქმით, პარიზის სამიტი ევროპისთვის ერთგვარი გამოფხიზლებაა, რათა გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიების სამყაროში, სადაც ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი დომინირებენ. მაკრონმა ისაუბრა საფრანგეთში ახლად გამოცხადებულ ინვესტიციების პროექტზეც, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტისთვის 109 მილიარდ ევროს ითვალისწინებს. We do believe in this revolution and ჩვენ გვჯერა ამ რევოლუციის, გვჯერა ჩვენი შესაძლებლობის ვიმუშაოთ ერთად ღია სამყაროში. როგორი გეოპოლიტიკური მდგომარეობაც არ უნდა იყოს. ვიმუშავებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. ბევრი დიდი ამერიკელი მოთამაშე აქ იმყოფება. ინვესტორები, კომპანიები, სტარტაპები. ვიმუშავებთ ჩინეთთან, ინდოეთთან და მთელ მსოფლიოსთან ერთად. ჩემი მთავარი გზავნილი არის, რომ სახელმწიფოს მეთაურებთან მრავალ საკითხზე მსჯელობას ვაპირებთ. ჭკვიანი რეგულაციების, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებზე. სწორედ ამიტომ უნდა აირჩიოთ ევროპა და საფრანგეთი ხელოვნური ინტელექტისთვის. ამ დღეებში საფრანგეთი დაამტკიცებს 109 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციას მომდევნო წლებისთვის. for the years to come. And this is a great amount of investment. მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპული ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია, რომელიც მოგვიანებით ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა, იქნება უნიკალური შესაძლებლობა ევროპაში ტექნოლოგიური განვითარების დასაჩქარებლად. ამბობენ, რომ ევროპა რბოლას ჩამორჩა. მას გაასწრეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა. მე ამას არ ვეთანხმები, რადგან ხელოვნური ინტელექტის რბოლა დასასრულისგან შორსაა. სინამდვილეში ეს მხოლოდ დასაწყისია. მივესალმები ევროპული ხელოვნური ინტელექტის ჩემპიონების ინიციატივას, რომელიც ინვესტორებისა და პროვაიდერებისგან 150 მილიარდ ევროს გვპირდება. დღეს შემეძლია განვაცხადო, რომ ამ ინიციატივას დამატებით 50 მილიარდი ევროთი შევავსებთ. ასე რომ ჩვენ მიზნად გვაქვს სულ 200 მილიარდი ევროს მობილიზება ხელოვნური ინტელექტის ინვესტიციებისთვის ევროპაში. ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი საჯარო და კერძო პარტნიორობა სანდო ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის. მაკრონთან ერთად სამიც ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი მასპინძლობდა. იგი უერთდება საფრანგეთის პრეზიდენტის ძალისხმევას არ დაუშვას სექტორში ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის უპირობო პირველობა. ხელოვნური ინტელექტი უკვე ცვლის ჩვენს პოლიტიკას, ეკონომიკას, უსაფრთხოებას და საზოგადოებასაც კი. ხელოვნური ინტელექტი წერს კაცობრიობის კოდს ამ საუკუნისთვის. ბევრი შიშობს სამუშაო ადგილების დაკარგვის გამო, მაგრამ ისტორია გვაჩვენებს, რომ ტექნოლოგიების გამო საქმე არ ქრება. იცვლება მისი ბუნება და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ხალხის უნარების და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ხელოვნური ინტელექტის მომავლისთვის. The code for humanity in this century. სამიტს ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსიც. საფრანგეთის პრეზიდენტისგან განსხვავებით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაჭარბებულმა რეგულაციებმა შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის განვითარება შეაფერხოს. მისი თქმით, ნდობის შესაქმნელად საჭიროა საერთაშორისო რეგულაციები, რომელიც კი არ შებოჭავს, არამედ ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის განვითარებას და რომ ევროპელების სიახლეს გადაჭარბებული სიფრთხილის ნაცვლად ოპტიმიზმით უნდა შეხვდნენ. ტრამპის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამერიკაში განვითარებული ხელოვნური ინტელექტის სისტემები თავისუფალი იყოს იდეოლოგიური მიკერძოებისგან და არასოდეს შეზღუდოს ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ვენდობით ჩვენს ხალხს. თავად იფიქრონ, განავითარონ საკუთარი იდეები და თავისუფლად იმსჯელონ ერთმანეთთან. ხედავთ, როგორ იყენებენ ჩვენ და მიმტვრულად განწყობილი სახელმწიფოები ხელოვნურ ინტელექტს ისტორიის გადასაწერად. მომხმარებლების თვალთვალისთვის თუ ცენზურის მიზნით. ეს ახალი არ არის. ისევე როგორც სხვა ტექნოლოგიები
ტექნოლოგიები. ზოგიერთმა ავტორიტარულმა რეჟიმმა ხელოვნური ინტელექტი სხვა ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების შელახვის მიზნით საკუთარი სამხედრო დაზვერვის და სათვალთვალო შესაძლებლობისთვის გამოიყენა. სურს კაფეოდ განვაცხადო, ჩვენი ადმინისტრაცია სრულად დაბლოკავს მსგავს მცდელობებს. 10-11 თებერვლის პარიზის ხელოვნური ინტელექტის სამიტის დახურვისას ემანუელ მაკრონმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის სექტორი წესებს საჭიროებს, რათა ადამიანებმა ახალი ტექნოლოგიის ნდობა შეცვლონ. მაკრონმა ხაზი გაუსვა ევროპისთვის ეგრეთ წოდებული მესამე გზის აუცილებლობას, რომელიც მას დიდ ძალებზე ამერიკასა და ჩინეთზე დამოკიდებულებას აარიდებს.